მთავარი მოლოდინი პრეზიდენტ ერდოღანთან დაკავშირებით არის ის, რომ მას ელოდებიან ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში და ახლა თქვენ მეორე კადრში ხედავთ ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, იქ შეიარაღებული პირებიც იმყოფებიან, პრინციპში თუ შეამჩნევდით, ეს ადამიანები არიან იარაღებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ რა ვითარება არის ამ წუთას, ბატონელ ჩვენ დავემშვიდობებით და მოგვიანებით დავუბრუნდებით. რაც შეეხება სხვა მოვლენებს, ჩვენ როგორც მაცნობებენ, ასევე შეგვიძლია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ირაკლი ნაკაიძეს გავესაუბროთ. ირაკლი, მოგესალმებით, გვაინტერესებს რა ვითარება არის ამჟამად თურქეთში, რა ცნობები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ. გამარჯობა, გესმენთ ჩემი ხმა. სად იმყოფებით ბატონო ირაკლი, ეხლა თქვენ საბრძანდებით და გამარჯობა. აეროპორტში იმყოფები ათათურქ. დაიშვა თუ არა პრეზიდენტ ერდოღანის თვითმფრინავი თქვენი ინფორმაციით? ვერ გეტყვით ჩემი ინფორმაციით, არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა როგორც მაიყო სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს აეროპორტს და ინფორმაცია ესე გავრცელდა, რომ ერდოღანს მოყვნენ ისინი. რა ვითარება ადგილზე? პრინციპში კაცი ჩვენ ხედავთ, მაგრამ ესეთ განწყობებს გეკითხებით. ამჯერად სისწრაფეა, თუმცა რამდენ დაახლოებით 9 საათი წინ აფეთქების ხმა იყო და აეროპორტში პანიკა მოიწყო. ეხლა უკვე სისწრაფეა. ირაკლი, პრინციპში გავრცელდა ინფორმაცია, თუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ აეროპორტის გარე პერიმეტრზე, მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ შემთხვევაში მოხდა აფეთქება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ? თუ გაიგონეთ აფეთქების ხმა? ინფორმაცია არ მაქვს, ხმა იყო კი ვიგზენის ხმა, ზანზარიც იყო, ესე რომ ვთქვა, შენობაში, რასაც მოყვა პანიკა, თუმცა ეხლა ზუსტად არ შემიძლია დავადასტურო, ეს აფეთქება იყო თუ რა. ქართველები თუ არიან? ბატონო ირაკლი, აეროპორტში თუ არიან ქართველები თქვენთან ერთად? კი, დაახლოებით 10 კაცი, ერთად ვარ შეკრებილი, დანარჩენები არ ვიცი სად არიან, ვერ გეტყვით. თქვენ გადაადგილებას აპირებდით, ანუ გამოფრენას აპირებდით საქართველოში და ტრანზიტი გქონდა და ეს უნდა გამოფრენილიყავით თბილისში. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ მათ თავს? აი კადრებში ჩანს, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან ასევე შეიარაღებული პირებიც, თუმცა ხა ჩვენ გვიჭირს იმის იდენტიფიცირება. შიგნით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიარაღებული პირები არ ჩანან ნამდვილად. გარეთ რა ხდება, ამის ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ რომ არ შეგვიძლია, ესე. ირაკლი, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, დაახლოებით რამდენი ქართველი იმყოფება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია გამომდინარე იქედან, რომ ათობით ქართველის ოჯახი ელოდება მათ გამოფრენას საქართველოში, არიან თუ არა ისინი უსაფრთხო პერიმეტრზე. ვერ გეტყვით, ჩვენ ერთად დაახლოებით 10 კაცი ვარ, დანარჩენი თბილისის რეისის ხალხი სად არის, ჩემთვის უცნობი. თუმცა ერთი რამ მაინტერესებს, რომ დავაკონკრეტოთ, რომ აეროპორტის შიგნით რაიმე ექსცესებს, იარაღიანი პირების შემოსვლას ადგილი არ ქონია. არა, ესეთი რაღაც არ ქონია, სრუგანგაშებია პერიოდულად, თუმცა იარაღიანი ადამიანი არ დამინახია ტერიტორიის შიგნით. მადლობა ირაკლი დამაიმედებელი ცნობებისათვის. ეს იყო ირაკლი ნაკაიძე, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ჩვენ დღეს გავესაუბრეთ და რომელიც იმყოფება ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. მან თქვა, რომ აეროპორტის შიგნით არანაირი ექსცესი არ მომხდარა. აეროპორტის გარე პერიმეტრზე მოხდა დაახლოებით 40 წუთის წინ აფეთქება, თუმცა აეროპორტში არავინ დაშავებულა. ჩვენ გვესმის, რომ იქ იმყოფება ძალიან ბევრი ქართველი და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ მათ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.